მე ვთხოვე მოსვლა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, ვისაც ამისთვის აქვს შესაბამისი გამოცდილება. ჩვენ გვაქვს ის პრობლემა, რომ არაკომერციული და მიუკერძოებელი ექსპერტის პრობლემა ამ სფეროში არსებობს. იმიტომ რომ ყველა არქიტექტორი, ვინც მუშაობს რომელიღაცა კომერციულ პროექტზე, ისიც ყოფილა ეხლა ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ პროექტს როცა განვიხილავთ, რომ საჯარო წვდომაზე მოდის და გეუბნება, რომ ყველაფერი წესრიგშია და წვდომის მერე გეუბნება, რომ ხა მე ჰონორარს თუ გებარაშიტორე, რო არ ქონდეს დაინტერესება, რა თქმა უნდა, ამას ხელს არ მოვაწერთ. არის ერთი ოპერატიული მოცემულობა და ერთი გრძელვადიანი მოცემულობა. ხომ ოპერატიული არის ის, რომ ვაკის პარკში რამდენიმე კარავია გაშლილი, ყინვაშიც კი ძალიან მამაცი ადამიანები იყოფებოდნენ იქ დღე და ღამე მორიგეობდნენ და ხელთუში იდნენ ჩემი აზრითაც მავნებლურ პროექტს, რომელიც ხორციელდებოდა. და ინვესტორ შეტოვებულია ეს ხალხი ინვესტორთან და ამ ინვესტორებმა დაარაზმა, ვინც კი კრიმინალი და საშინელი წარსულის ადამიანი იყო, ყველა დაარაზმა არის ხელობები მოსყიდვის, არის დატაცების მცდელობები, ჩემო ბატონო, სახელები და გვარები ვიცი ამ კრიმინალების. არის პირდაპირ დაშინება, მუქარა რომ თქვენი თავები შეკვეთილია სათითაოდ და წამალს ჩაგიდებ და ხომ არ გონია და ასე შემდეგ. აი ახლა გუშინ წინ ხდებოდა ეს ამბები. და ინვესტორის პირისპირ არიან შეტოვებული. საინტერესო ასევე ის ინვესტორები არიან თუ მერიასაც რა პოზიცია აქვს ზოგადად და უფრო სიღრმისეულად რომ მოხდეს კონკრეტულად ამ პროექტის განხილვა და ამ პროექტის საფუძველზე მოხდეს რეალური განხილვა ისტორიული არეალების და კულტურული მემკვიდრეობის ბედის და ასევე მწვანე ზოლების. ერთიც და მეორეც ქალაქში გახდა ყველაზე ხელწამოსაკრავი. იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული ინვესტორები ეტანებიან ან ისტორიულ ზონებს ან სადაც ორი შედგას იმას მაინც და მაინც. და მერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ერთიც ისტორიული ქალაქიც და მწვანე ზოლებიც იყოს აესე ძალიან იოლად გადასავლელი. ჩვენ მზად ვართ, რომ გვითხარით დრო, ერთი კვირისვა და სამი დღისვა და ჩვენ წინააღმდეგებს შემოგთავაზა, ვფიქრობ, რომ ამაზე წლებია ვფიქრობ და არა მარტო კვირით, არამედ ვფიქრობ ის როგორ შეიცვალოს რეალურად, სტრატეგიულად უფრო მაღალ დონეზე. გადაწყვეტილებები ამ პროექტებთან დაკავშირებით და ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით რომელი პროექტებზე და ნებართვებზე ჩვენ არ ვეხმარებით, არ გვაქვს იმის პერსპექტივა, რომ ჩვენ მათი გადაწყვეტილება შევცვალოთ. ერთადერთი, რაც შეგვეძლო კანონით და ესეც დროებითია, რა თქმა უნდა, რომ ამის ნებართვა არ გვაქვს, იმიტომ რომ საკანონმდებლო დონეზეა შესაძლებელი რამდენიმე ნორმატიული აქტი, რითაც თუნდაც შეთანხმება იქნება საკრებულოს და ამა თუ იმ გადაწყვეტილების ავტონომიური საბჭოს და ქალაქის მთავრობის და მერის, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია რაღაც პერსონა მიანიჭოს ამა თუ იმ ადგილს. ერთი რაც შეგვეძლო ის, რომ გვემშიოთ საკრებულოს, გავიტანეთ კომისიებზე, გავიტანეთ ბიუროზე და ის თავით რომ სხდომაზეც გავიტანეთ დადგენილება მივიღეთ, რის საფუძველზეც უთხარით მერიას და თბილისის თავრობას ხელმეორედ, განმეორებით ემჯერათ აღმოჩენილ პროექტებთან დაკავშირებით. არც მინდა რომ ესე გამომივიდეს, მაგრამ აი სრულიად უპასუხისმგებლო პასუხი მივიღეთ, რომ ჩვენ კანონიერ ვალდებულებს ეს დადგენილება გამოვიყენოთ თუ არა. არ არის ამ ადამიანების მხრიდან დღეს იმის სურვილი, რომ ეს პრობლემები ქალაქში დავიწყდეს. პირველი საქმე, რომელიც დაიწყო ჩვენმა ორგანიზაციამ, იყო დიღმის ტყეპარკი. იმის მერე ძალიან ისე არ შუქდება ეგ თემა, იმიტომ რომ პროკურატურაში არის შესული უზარმაზარი განცხადება 1400 გვერდი აქვს. საქმე ეხება 52 ნაკვეთს, რომელიც არის სრულიად უკანონოდ გასხვისებული და მოლოდინის რეჟიმში ვზივართ და ველოდებით როდის გაირკვევა, როდის და სად გაყავდა სავარაუდოდ ამ შენობაში. 3 დღის წინ შევიტყვე, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც სრულიად უკანონოდ ჰქონდა შეცვლილი სტატუსი, ერთი ნებართვა გაპი გაიცა და შეიძლება დაიწყოს მშენებლობა, მეორე პრეტენდენტი არის შეპესე მანდარინს რო ეკუთვნოდა ის ნაკვეთი, ისიც ითხოვს რაღაცას. ანუ რეალურად არ ხდება არც გამოძიება, დღეს მივმართავ პროკურორს წერილით, რომ მიმიღოს უბრალოდ და მიმართავ სტუდია მონიტორს თხოვნით საჯაროდ, რომ გადაიღოს მეორე სერია იმისი, რაც ხდება და აგრეთვე, რა თქმა უნდა, გავაპროტესტებთ იმ გაფს. აი ესეთი მდგომარეობა დღეს თბილისის შემოსასვლელში ერთადერთ შენარჩუნებულ პარკში, რომელიც დაიცვა მოსახლეობამ და დაიჭირა 2003 წლიდან. ეს ხდება და ეგ არის რეალობა. ეს არის სისულელე მსჯელობა, არის ვაკის პარკი თუ არ არის. რა თქმა უნდა, ბუდაპეშტი არის ვაკის პარკი. ამას მტკიცებაც არ სჭირდება.
დანარჩენი ტერიტორიები არის გაყოფილი ნაკვეთებზე. არ სჭირდება მაგას საკანონმდებლო რეფორმები. უნდა დაცული იყოს ის კანონი, რომელიც არსებობს და მოქმედებს საქართველოში. 20 წლის განმავლობაში იმის მერე რაც ჩვენ თავისუფლდით, ჩვენ დავკარგეთ ყველანაირი ნორმა. მიწაზე, კანონზე, სანიტარულ ჰიგიენურ იმეებზე. დღეს მე ვიგებ ჩემი ბრძოლის 10 წლიან შედეგს. იწყება მშენებლობა და საკრებულოს მოთხოვნის საფუძველზე. იმის მერე რაც ალბათონო ეს დოკუმენტი საკრებულო დამწერილი განახებთ, მოვითხოვთ, ეს გაირკვევა ამ დღეებში, მე ამ წერილობით არ ვიცი, მე მიმოწერას ეს დღეს გუშინ წინ გარკვეული ამბავია, ვიძიებ დოკუმენტებს. ურბანული დაგეგმარების კომისია ის ყველაზე უფრო მძიმე თემა, რადგან ჩვენ ძალიან ხშირად კამათი გვაქვს თბილისის მერიასთან და შემოწმული საკითხები და ნახევარზე მეტი თითქმის ზონალური საფრთხე, რასაც ზონალური საფრთხეს რაც შეგვაქვს, თითქმის ნახევარზე მეტი ბრუნდება შესაბამისი უარი. იმიტომ არის ძალიან მოკლე. ეს რაზეა ეს საუბარი? აქ ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ არსებობს განაშენიანების რეგულირება. ეს თავი და თავი მართლა ეს არის. ჩვენ ვითომ მერია საუბრობს რომ ჩვენ გავაკეთეთ რაღაცა შევქმნით, მაგრამ ეს აბსოლუტურად განსხვავებულია რეგულირების გეგმისგან. ეს არის მიწათმოწყობის გეგმა. და ისიც აი იმდენი ხარვეზით, რომელიც აძლევს მერიას იმის რესურსს, რომ თვეში მინიმუმ 40-50 საკითხი შემოვიტანოს ცვლილებებზე. ზოგი რეკრეაცია შეცვალოს საცხოვრებელი ზონით და საკრებულო ამ შემთხვევაში არის პირდაპირ მარეგულირებელი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და აქტივებს. კოეფიციენტებმა მისცა თბილის უნდა გაუქმდეს ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ თემამ ფისკალური ეფექტი თბილისის მერიას არც ბიუჯეტს, არც ქალაქს არ მოუტანა გარდა ვანდალიზმის და პირდაპირ მიზანს. 18 მილიონის ვალდებულებაა გაყიდული კოეფიციენტი თბილისის მერიას, თუნდაც გუდიაშვილი, თუნდაც ეს კოეფიციენტი არის, იმიტომ რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა ამის საშუალებას არ მისცემდა არავითარ შემთხვევაში. და არსებული გერგეთი წაიყვანოს ყველა სამშენებლო პროცესი. ეს ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს იმას, რომ ფუნქციები გამოეცლება ზონალურ საბჭოს და მეტნაკლებად სიტუაცია იქნება დაბალანსებული. და პლუს ის 4-13 განკარგულებაში, რაც არის გადაწყვეტილებაში, რაც არის, აი ეს თქვენი გაწერილი სქემა სად რა და როგორ და ჩვენი მხრიდან კიდევ შეთავაზებული ინიციატივა საკანონმდებლო ბაზაში ცვლილების შეტანის დონეზე, რომ სპეცშეთანხმება და სპეცნებართვები, თუნდაც ვაკის პარკში რაც არის გაცემული, იყოს დაბრუნებული საკრებულოში. იქ შეიძლება ჩაიწეროს, რომ უკვე უფლებამოსილი ამ შემთხვევაში როგორც ზონალურ ცვლილებაზე გამოდის, რომ საკრებულო ამტკიცებს, რომელ ზონას შეეცვალოს სტატუსი და საკრებულოსვე შეუძლია, რომელ ზონას გაუქმოს ან დატოვოს ზალაში, აქ შეიძლება ჩვენ იურიდიული საფუძვლები მოვძებნოთ და გაცილებით უფრო მარტივად, იმიტომ რომ პოზიცია ჩვენი ვაკის პარკთან დაკავშირებით ეს ყველასთვის ცხადია, იმიტომ რა რეგლამენტითაც შესაძლებლობა კანონით დაშვებული უფლება ჰქონდა ჩვენი პირველივე შეხვედრის შემდეგ, მეც ვიყავი აქ ერთ-ერთი ინიციატორი, რომ მივიღოთ ის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომ მიმართოთ მერიას, სამწუხაროდ მეტი რესურსი არ გაგვაჩნია. ეს არის 6-2, რომელიც პირდაპირ რეკომენდაციის სახით ან რაღაც მიმართულების სახით პირდაპირ მოუწოდებს, რომ ეს არის ჩვენი პოზიცია და თქვენ ამაზე უნდა იბრძოლოთ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. როდის გითხარით რა ვადა და მე 22 რიცხვში კიდევ ვიზახი, შეგეხმიანებით აუცილებლად თქვენი საკონტაქტო ტელეფონი მაქვს. პირდაპირ საქმეზე რო გადავიდეთ, თქვენ ტელეფონს თუ შეიძლება გამოგართმევენ და შეტყობინებას მოგცემთ, რომელ დღეს მექნება მე ამაზე საუბარი კომისიის ხდომაზე და მზად ვარ ნებისმიერ ამ თემაზე ვისაუბროთ. წამყვისის და გოჯის ტესტთან დაკავშირებით თუ ავიდებთ და დავხედავთ ნებისმიერ ლუკას maps ნაბგოჯიზე შევძანით და ნახეთ სოკოებივით იზრდება შიტყეში ნაკვეთების, კერძო ნაკვეთების რაოდენობა. ეს კერძო საკუთრებაში გადასული მიწის ნაკვეთები, რომელზეც ტყე არის გაშენებული და ეს ასლოვანი ტყე არის და სხვათა შორის ჩვენც იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ, როგორც ვაკის პარკი, ვერსად ვერ წაიკითხავთ ვერცერთ დოკუმენტში, რომ კოჯრის ტყე არსებობს საერთოდ სამყაროში, არ არსებობს ეს ტყე. არც ერთი იურიდიული დოკუმენტი არ იძახის იმას, რომ იქ არის ტყე. ამ დროს ყველა ვიცით რა არის. იქ არის ასლოვანი ტყე. კონკრეტულ ჩვენ შემთხვევაში ეს 22 ჰექტარი თუ კი განხორციელდა ეს პროექტი და დასრულდა, გარანტიას გაძლევთ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არის კერძო ნაკვეთები უკვე გაყიდული მერიისგან, თუ სხვა ყალბი დოკუმენტებით დარეგისტრირებული, ასევე წყნეთიდან მიმართულება
თითქმის სამადლომდე არის ასული, უბრალოდ რუქას დახედეთ და აღმოაჩენთ, რომ არის კერძო საკუთრებები, სადაც შესაძლებელი არის ფეხის მოკიდება, სადაც არის ისეთი ადგილი, სადაც საერთოდ შეუძლებელი იქნება მშენებლობა. ასე რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ ელოდეთ აუცილებლად მთლიანად ეს ტყე იქნება დასაცავი ყველას გამო, დასაცავი ტყე აღარაფერი აღარ იქნება, იმიტომ რომ კერძო საკუთრებაში გადავიდა ძალიან დიდი ფართობები. მხოლოდ გვეუბნებია, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები 3.600.000-იანი ინვესტიცია კი არის მართა. 3.600.000 არც დიდი თანხა არის კოჯრის ტყეში 22 ჰექტარი რომ აიღო და გაჩერდა თავიდან ბოლომდე. ისტორიულ ზონაში, იქ სადაც ძეგლი არის თვითონ განაშენიანება და ქუჩათა ქსელი, ჩნდება ესეთი ამოვარდნილი შენობები, ის უკარგავს ფასს იმ ისტორიულ განაშენიანებას. ანუ 12 სართულიანი, 10 სართულიანი კორპუსი რაღაცა თქვა, წარმოვიდგინოთ ძველ თბილისში, სადმიან თუნდაც ვერ აიქნება ან სოლოგაში. იქ როდესაც ესეთი განაშენიანება ჩნდება, იქ კერძო საკუთრებას უვარდება ფასი. და ამისი მაგალითი თბილისში უკვე არის, მაგალითად ზემო ვერაზე. ზემო ვერაზე კატასტროფა მოხდა, იქაურობა დაემსგავსა რაღაცა მასივს. ეს რა თქმა უნდა მოქმედებს ქალაქის ბიუჯეტზეც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსახლეობაზეც. ესე თუ გავაგრძელეთ, თბილისში ჩვენ ვლაპარაკობთ ევროინტეგრაციაზე, მომავალზე. ამას მოიტანს დრო და არავინ არ შემოვა არანაირი ინვესტიციით ბეტონის კორპუსების ჯუნგლებში. იქ სადაც დავარდნილი არის უძრავი ქონების ფასი, იქ სადაც აღარავის აღარ უნდა ყოფნა. უკვე გაცემულ ნებართვებთან დაკავშირებით მინდა თქვა ერთი. პროკურატურასთან მიმართებაში არის კანონთან ამას სახსენდა მეცვალსენდა გავიმეორე. უამრავი პრეტენზია რომ თბილისის მერის იგივე უგულავას იგივე სამსახურების კენტროლების იქნება ეს კოკაშვილი რომელიც ესრება თუ სხვასთან მიმართებაში დღემდე დაკითხვაც რომ არ გახორციელებულა და სათანადო მოქმედებები საგამოძიებო ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ვიმეორებ 2020 წლის აქტის თანახმად თბილისში ბაღების, პარკების, სპორტულ სათამაშო პროექტების და სკვერების გასხვისება, სამშენებლო დეპარტამენტის გაცემა და ჩანასახი ხეების ჩრის დეპარტამენტის გაცემა არის აკრძალული. ეს ხდებოდა და ხდება დღესაც. და ამასზე რეაგირება არ მოხდენია სათანადო პროკურატურას. რატომ? ისინი ერთმანეთში გარიგებული არიან თუ სხვა პრობლემაა, ეს იყო სხვა საკითხი. საქართველოს თავაზობ თავისუფლების მოსახლეობის პარლამენტში მოამზადოს აქტი, საქართველოს განსხვავება, რომელიც განსაზღვრავს არჩევნებში არა ზონალობის მიხედვით, მხოლოდ ასე ვთქვათ დაცვის მექანიზმებს, არამედ სტატუსის მიხედვით, გულისხმობ არქიტექტურულ, ასე ვთქვათ, როგორც არქიტექტურულ ობიექტებს, ბაღებს, პარკებს, სკვერებს და ასე შემდეგ, განსაზღვრავს მათ სტატუსს და შესაბამისად თუ კი სტატუსი დაზუსტება რა არის ბაღი, რა არის პარკი, რა არის სკვერი, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, დაცულობის გარანტია შეიქმნება. ყველამ გააძლევს თავის პროკურატურას და მისთან რა არის. რაც შეეხება ნებართვებს ამ შემთხვევაში არამედ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ნებართვის გაცემა თემა ეს ნებისმიერ განაცხადეს შემოდის განაცხადი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ნებართვის გაცემა. თუ ტექნიკურად შესაძლებელი იყო პროექტის კორექტირება ძალიან ხშირი ესეთ შემთხვევები და ეს სტატისტიკა განსაზღვრული რამდენჯერ გვაქვს რომ ვარგნა თქვენ პროკურატურის ნებართვებთან და რამდენჯერ გვაქვს თუნდაც გამართი იგივე კომპიუტერ კომპანიებთან იმას დაკავშირებით თუ თქვა მოხდეს პროექტის კორექტირება თუ ტექნიკურად გამის საშუალება არის ბუნებრივია ჩვენ ვიცით რომ მოხდეს პროექტის შენარჩუნება თვითონ მოხდეს მაქსიმალურად დანგრევის შენარჩუნება. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ თუ არის ასე თუ ბუნებრივად შესაძლებელია ხის გადარგვა და გვაქვს იმის თქვა შესაძლებლობა ხე გადაერგვა მაშინ გადარგვის ნებართვას ვაზრებთ და თუ კიდევ ერთხელ ვამბობ თუ ტერიტორია არის საშუალოს მაცავე ტერიტორიაზე მოხდეს ვაზრებთ ნებართვას მაცავე ტერიტორიაზე გადარგვის შემდგომი თქვა მოლაპარაკების ვალდებულებას იღებს ამ შემთხვევაში კომპანია ან ჩვენს განმეცნიერულ ტერიტორიაზე თუ თქვა იდარებს ტექნიკურად საშუალებული მარგავი გადაერგვის. არეგულირებულია 2020 გადაგებელება საკრებულოა არსებობს რომელიც გძალავს თბილისში ბაკაკებს სამშობლო
რაც გძალავს. სამშობლო ემართოს გაცემა სარეკლაციო ზონაში რა თქმა უნდა გძალავს, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც მე უნდა მისვათ. თქვენ განწვალება გეხებათ, მაგრამ და მეორე საკითხი. დიახ. თქვენ თქვით რომ აი, ერთი წამი, კაცო, საქართველო არის. ხალხიზის და უამრავი ჯანმრთელი არის მოჭრილი. თქვენ ამბობთ რომ მხოლოდ ხმობადი ხეები შრება თბილისში? არა, რა თქმა უნდა ეს ესე არ მე გამიხვდი. მაშინ რა პრინციპით არჩევთ რომ აქსის შეუშალოთ ხელი ამათი საქმიანობაში და რა საქმეებით? და სხვა კომპანიას არა და ბევრ ასაკობრივად. ყველა კომპანიას ეს აქსისი მეგობ, მაგრამ არ მინდა რომ თქვენ აქსიზე მაგრამ რაღაც არ შევეხეთ ძალიან მნიშვნელოვან თბილისისთვის თემას გარეუბნების პრობლემას თითქმის. ანუ 2010 წელს ამოირიცხა ტყის ფონდიდან 8100 ჰექტარი, რომელიც გადაეცა თბილისის მერიის მოვლა-პატრონობაში. ამბობენ, რომ არის ძალიან ბევრი მიწა გასფიქსებული. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. დღეისთვის თითქმის მთელი მიწა ჯერ თვითმმართველი ერთეულის ხელშია, მაგრამ კანონი ისე არის შეცვლილი, რომ შესაძლებელია ამ მიწის განკარგვა. სავალდებულოა ცვლილება შეტანილი იყოს კანონში, რომ შეწყდეს ამ მიწების განკარგვა. ასევე ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს ის, როგორ უვლის თბილისის მერია ამ ტერიტორიებს. გაჩეხვები არის ფაქტიურად ყველგან კიკეთში ჩატარდა სრულიად უკანონო ტენდერი, რომელიც გვაქვს გასაჩივრებული სასამართლოში. რაც შეეხება ნებართვებს, რომელიც გასცემს ეკოლოგიის და გამწვანების სამსახური, იმის მერე, რაც 100-იანზე ჩატარდა აი ვანდალური ჭრები და ჩვენ გვაქვს დავა სასამართლოში. აი ამ ახლო წარსულში გაეცა კიდე 2 ნებართვა ჭრებზე, იგივე 100-იანის ქუჩაზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არა მარტო ამ ხეებზე არის საუბარი, გვერდზე სახლებში არის გაჩენილი უზარმაზარი ბზარები, რასაც ელოდებოდათ მოსახლეობა და ეშინოდათ. ანუ იქ საფრთხე ექმნება რეალურად გვერდზე კორპუსებს და ეკოლოგიის და გამწვანების სამსახური განაგრძობს ნებართვების გაცემას. გარემოს სამეცნიერო ცხარდგენ ნაყოფი და ამაზე პასუხი მიიღეთ პირველ რიგში რა. და თქვენ იცით ეს არის მოვლითი ჭრები და ეს არის აუცილებელი განსახორციელებელი ღონისძიება და ამაზე შევანათ იცით რომ თქვენ ეს თქვენ იმიტომ თუ საუბრობთ ამას რომ ვიღაცას ახლა შეცდომაში შეყვანის სურვილი გაქვს, ეს სხვა საკითხია. შეცდომაში ვიღაცის სურვილი, შეყვანის სურვილი მე არანაირი არ აქვს. იმიტომ ტენდერი იყო სრულიად უკანონო. მაგრამ თქვენ იმაზე რა ქვია, სადაც ნარგავრი დაერგობა და იმის მაგივრად შედალოცილო თუ ხედავ რომ ხმები წყალი დაასხი მე Facebook-ში რომ ყვირი ხარ და კამერების წინაშე რომ დაინახო რომ ხეხმება იმას წყალი უნდა დაასხი და არა ბატონო გიორგი მე შევიდან ამაში განმარტება თქვენ მაგაში მიდიეთ და გაფაგეთ იმიტომ რომ ეს გარ ავანტყოფი და იმიტომ იმას რომ მოვლა და ფიტოსანიტარული არ გესმის შენ შემოგე რაც არ გესმის იმაზე მომენტ რას ხედავ ბერამას ხედავ საფიში 2 კილომეტრი გზა გაჭერს აუცილებლია ანუ მე შემიძლია ვთქვა იმ ტენდერზე რომელიც იყო ჩატარებული კიკეთში ტენდერს საფუძვლად ედო ტაქსაციის დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაცია არსებობდა და ატვირთული იყო საიტზე რეალურად კი ბატონი ხორკაშვილი გამოვიდა პირველი არხის ეთერი და გამოაცხადა რომ ტენდერი ტარდებოდა სულ სხვა საფუძველზე ანუ თქვენ დაასახელეთ უცხოური სპეციალისტების დასკვნები თავისთავად თქვენ შეცვალეთ ტენდერში სხვა იყო საფუძველი განხორციელდა სხვანაირად უკვე არ გვინდა ლაპარაკი რეალურად ჩვენი კონსულტანტია რომელიც GIS-ს იცით რა არის ეს ვიდეო ჩანაწერი დაგეგმილი ასევე მე მინდა მოვახსენო კრება ნუ დადიხარ მეტყევებს და ნუ ეკითხები ნუ სწავლობ მეტყევებს რა მე მეტყევებ სპეციალისტი ვარ და მე ვესაუბრე საუბარი არის ძალიან გქოთ რა იმიტომ რომ აქტიურად გამოდის რომ მე ვაჭირებ ამ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი არ შეიძლება საუბარებას მოახერხოს ეს გაიწევა ფანტაზიის ნაყოფია ფანტაზიის ნაყოფია და იმიტომ
ჩვენ მას ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტი რომელიც პრობლემია ჩვენ გერმანიიდან ეს არის მე ამას ვიგებ ჩემზე ვინ არის ის სპეციალისტი? ჩემზე წერე კომენტარებს რომ მე არ მითხეს, მე გამომიგზავნეს წერილი. უყურადღებას არ ვაქცევ ამას რა. მე გამომიგზავნეს წერილი, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია, როცა ვიკითხე ვინ არის სპეციალისტი, მე გამომიგზავნეს წერილი, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია და ამ ინფორმაციას არ აღწერებენ. მეორე არის ის, რომ ფაქტიურად მე მიწეს რეგულარულად გამწვანების და ეკოლოგიის სამსახურის ტენდერების გაჩერება. იმიტომ რომ დავების საბჭო აჩერებს კანონის საფუძველზე. მე ასაჩივრებენ სასამართლოში და ისევ გამოვდივარ მართალი მე. ძალიან სამწუხაროა, რომ თბილისში რეგულარულად ტარდება ტენდერები უმისამართო ხეებზე.